იქ ჩვენ ვამჩნევთ, რომ არის რაღაცა ზედმეტად გამუქებული ძალიან ბევრი ადამიანი ზის ციხეში ოჯახის წევრის დასმენის გამო. ეს ოჯახის წევრები ახლა იხვეწებიან, რომ არ იცოდნენ ესეთი შედეგი თუ მოყვებოდა, თუ ესე იგი ციხით დამთავრდებოდა ეს რაღაცა ზარი პოლიციაში და ასე შემდეგ. ეს ძალიან მძიმე რამე არის. აუცილებლად აქ უნდა ვთქვა, რომ ადამიანი, რომელიც დროშის დაცვის გამო დააკავეს, ესაც ძალიან მძიმე ასაქმელი არის საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირის დროშებს წვავენ ევროპაშიც და აქაც მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ შესაძლებელი იყო ამ ადამიანის, თქვათ, დაჯარიმებით გათავისუფლება, მაგრამ ეს არ მოხდა. და აქ მეორე მხრივ ჩვენ უყურებთ, რომ კანონმდებლობა საშუალებას იძლევა, რომ ტაძარში შევიდეს ვიღაცა და 500 ლარად წმიდანის ხატს შეასხას საღებავი. და არც არაფერი მშვიდად წყნარად წავა სახლში და იქიდან კიდევ იქადის რაღაცებს, ხო? რა თქმა უნდა, თუ ესეთი რამე არ დარეგულირდა, ჩვენ მუდმივად გვექნება ორი პოლარიზებული მხარე, ერთი შეურაცხყოფილი, თქვათ, რელიგიური ნიშნით, მეორე იქიდან ცინიკოსი, რომელიც ამაზე მხოლოდ ხალისობს და ამას თუ რეალური პასუხისმგებლობა არ დაეკისრება სახელმწიფოს მხრიდან, შეიძლება ძალიან ცუდადაც დამთავრდეს.